ორ ადამიანის შორის მომხდარი დაპირისპირების პოლიტიკურ ანგარიშწორებად წარმოჩენის მცდელობა და პროვოკაცია ქართული ოცნების დეპუტატის მისამართით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გიორგი გახარია დიმიტრი სამხარაძეს ჭიქას ურტყამს, რასაც ქართული ოცნების წევრის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვა. ჯერ კიდევ ვიდეოს გავრცელებამდე გახარიას პარტიაში განცხადება გააკეთეს და ამტკიცებდნენ თითქოს ადგილი არა დაპირისპირებას, არამედ თავდასხმას ჰქონდა და მასში მონაწილეობას 10 ადამიანი იღებდა, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. პარტიაში სიმართლე არც მაშინ აღიარეს, როდესაც ვიდეოს შინაარსის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, თავს დაესხა 10-მდე პირი. რა თქმა უნდა, დაპირისპირება არ იყო ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა, რაც განხორციელდა მარტო მყოფი გიორგი გახარიას მიმართ დაახლოებით 10-მდე ადამიანი ფიზიკურად უსწორდებოდა მას. ფიზიკური დაპირისპირება ვინ დაიწყო, ამას ადგენს გამოძიება. სრული ვიდეო მასალა არსებობს. თქვენ რასაც ამონტაჟებთ, უკვე ძალიან კარგად ვიცით ჩვენ. რა გამოგივათ, ამას აუცილებლად ვნახავთ. 10 საათით გამოძიებას. ჩემთვის მხოლოდ ეს ინფორმაცია ცნობილი, რაც ბრიფინგზე გაჟღერდა. მე ვსწორებთ თქვენი ინფორმაცია ჩემთვის არანაირ სანდო წყაროს არ წარმოადგენს. ამიტომ კარგად ვწანდებოდეთ. ვიდეოს გავრცელების შემდეგ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა კადრების ქრონომეტრაჟი დაიწუნეს, თუმცა არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ პროვოკაციას ადგილი მათი ლიდერის მხრიდან ჰქონდა და ფიზიკური დაპირისპირებაც სწორედ გახარიამ დაიწყო. ეს არის, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ფეიკი, დამონტაჟებული კადრები. დაკავებულები არიან ამ კადრების ჭრაკერვით ეხლა, თუმცა ძალიან კარგი ამონაჭერი გამოუვიდათ, ძალიან სასიამოვნო სანახავი ამონაჭერი, ასე ვიტყოდი. ისიც რაღაცა მოჭრეს და რაღაცები შეკერეს, მაგრამ არა უშავს. გიორგი გახარიას მიერ ფიზიკური დაპირისპირების წამოწყების მიუხედავად რადიკალური ოპოზიცია მხარს სწორედ მას უჭერს. მიუხედავად არსებული კადრების, ზოგი მათგანი ამტკიცებს, თითქოს გახარიას მხრიდან ძალადობა არ ყოფილა. სასაცილოა უბრალოდ ეს საკითხი, რომ გახარია მიუვარდა 5 კაცს და დაუწყო უცებ ასე ვთქვათ ჭუბი. ეს არის შურიზიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ. თავდასხმა მოხდა გიორგი გახარიაზე, რასაც კატეგორიულად გმობთ და სოლიდარობას ვუცხადებ. თქვენ ინფორმაციას ღრმა პატივისცემის მიუხედავად თქვენ და მე არ ვენდობ, ეს ერთი. მეორე ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში არის ძალადობა. არ არსებობს ეგეთი ინფორმაცია, ეგ არის ტყუილი და მაგ ინფორმაციას კომენტარს არ გავაკეთებ. არა, ეგ არის ცრუ ინფორმაცია, რომელზეც არ ვაკეთებ. გიორგი გახარიას მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილმაც. ქვეყანაში დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელმა თქვა, რომ ის ძალადობას გახარიას სასარგებლოდ გმობს. ვგმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლის ხრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე. ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ გახარიას მორალი არ აქვს პარტიაში. საქართველოსთვის ლიდერის უახლოეს წარსულსაც იხსენებენ და ამბობენ იმასაც, რომ გახარია და მისი პროვოკაციული და მოღალატეობრივი ქმედებები უცხო აღარავისთვის არ არის. იმის მერე, რა ჩვენ გუშინ ვიხილეთ გიორგი გახარიას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თურმე პოლიციას რო დაარტყა ხელი, ეს არ არის არაფერი და არის გამოხატვის თავისუფლება და მანამდეც რაღაცები იყო. ამის მერე კომენტარიც კი ზედმეტია მასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ვისთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანი, რომელიც იყო აბსოლუტური არარაობა საერთოდ, დაახლოებით 6-7 წლის წინ და ქართულ ოცნებაში დაიბადა, რო იტყვიან, პოლიტიკურად ფრთები შეასხა ქართულმა ოცნებამ და მერე მოუტრიალდა და უღალატა არა მხოლოდ ხელისუფლებას, ამაზე არ არის საუბარი, არამედ ქვეყანას და სახელმწიფოს და რაც ყველაზე მთავარია, აგრძელებს ამას. ეს ფაქტი, რაც მოხდა აჩვენებს მის ზნეობას. თუ გააჩნია საერთოდ, რა თქმა უნდა, არ გააჩნია, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს აჩვენებს მის ზნეობას. ქართულ ოცნებაში ნებისმიერი ფორმის ძალადობას გმობენ. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გუშინ მომხდარი სამსახუელ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება სწორედ გახარიამ დაიწყო, რაზეც დიმიტრი სამხარაძეს ჰქონდა რეაქცია.
ჭიქა ჩაარტყა სახეში გიორგი გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს, მაგრამ თავდასხმა იყო გახარიაზე. რანაირი მსჯელობაა ვის მოსდის ეს აზრად, ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ეს ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა, თუ ასე იყო. უმძიმესი მუხლია 325 თუ არ ვწდები და ამის 325 მუხლის მცდელობას, ჩადენის მცდელობას ხომ არ ქონდა ადგილი, დიტო სამხარაძე თავად გაცემს გამოდებას პასუხს, საპასუხო რეაქცია იყო თუ არა, ხო აბარა იყო, მაგრამ ბუნებრივი ამას ფორმალური სხვა საკითხების გარკვევა სჭირდება და მე თავს ამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია. შენ უესხმი თავიდან თავთორე პასუხს ყველა მიიღებს. ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის თავდაცვის მიზნითაც. აი ხა თავს ხوار გაალახინე. ძალიან სამწუხარო არის ნებისმიერი ესეთი ფაქტი და ნუ ძალადობა არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ყოველთვის გმობთ ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან მოხდება და საბოლოო ჯამში ვინ იქნება დაზარალებული, ხო ამით. და ხა ძალადობას რაც შეეხება, ნუ ის ფსიქოლოგიური ძალადობა და ის ბულინგი რაც მიმდინარეობს, თქვა პოლიტიკოსებზეც, ჩვენ მამასაც ძალადობაში ვთვლით, რა თქმა უნდა და ძალიან სამწუხაროა, რომ არც დიპლომატიური კორპუსი ამას არ ეხმიანება და პირიქით ახალისებენ და ის რაღაცა ჩაუფურთხოთ საჭმელში და მანამდე რომ იყო ის რაღაცა 93 ტყვია კეფაში და ასე შემდეგ, ხო, ნუ არ აქვს ამაზე რეაგირება არ აქვს და ეს სწორედ ეს ყველაფერი იწვევს ამის ირიბად წახალისებას. ხა გუშინელ კადრებში მე პირადად რაც ვნახე, ის იყო რომ ბატონმა გახარიამ დაიწყო ფიზიკური ძალადობა ბატონ დიმიტრი სამხარაძეზე და შემდეგ უკვე ნუ რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან ნუ მოულოდნელი არ იყო. და ხა ჩვენ რა ვიცი გამოძიება ამ თემაზეც რა თქმა უნდა დაწყებულია, თუმცა ეს კადრები რაც დანახი გვაქვს, იქ ყველაფერი ცალსახად ჩანს. რა უნდა ვთქვათ, ეს არის რაღაცა სასოწარკვეთილი ადამიანის ქცევა, რომელიც პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მეორე ადამიანს. ეს არის ამას საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს და საზოგადოება შეაფასებს ასევე ბულინგის და ფაშიზმის თითოეული გამოვლინება, რომელიც არაერთხელ თქვენ, აი აქ დგომა პირველად თქვენმა კოლეგებმაც კი განიცადეს გასული კვირების თუ თვეების განმავლობაში, ეს არის ამ ყველაფრის გაგრძელება და ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რომელიც სცენარიც არის აქ ჩამოსული და რომელიც სცენარის თითოეულ პუნქტსაც მიყვებიან ესენი ზედმიწევნით. არა სრულიად ამაოდ, იმიტომ რომ თითოეული მათი ესეთი ქმედება არასდროს პასუხისგაუცემელი არ დარჩება, თითოეული მათი ქუჩაში დესტრუქცია ასევე არასდროს პასუხისგაუცემელი არ დარჩება ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებიდან და ზოგადად უნდა შეიგნონ მათ აქ როგორც ესე ვთქვათ პოლიტიკურმა აქტორებმა და მათმა ესე ვთქვათ პატრონებმა ქვეყნის გარეთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მოღვაწეობენ და სამართლებრივი მოწყობის სახელმწიფოსთან აქვს საქმე, სადაც ყველა ინსტიტუცია თავის მოწოდების სიმაღლეზეა. მომხდარშინა განსაქმეთა სამინისტრო იძიებს, რაც შეეხება გახარიას მდგომარეობას, ის თავს როგორც თვითონ აცხადებს, ნორმალურად გრძნობს ინციდენტის შემდეგ ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფო საკუთარი სურვილით მალევე დატოვა.